ციფრული ფსიქოლოგია ეს არის სიუცაი მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის დაბადების თარიღს და მათ თანდაყოლილ კომპეტენციებს. ქცევის თავისებურებებს, ქცევისა და ხასიათის თავისებურებებს. სულ არსებობს 9 ტიპის ენერგია, 9 ტიპის ადამიანი, ასე ვთქვათ, და ჩვენი დაბადების თარიღი განმსაზღვრელია თუ რა ენერგიის მატარებლები ვართ ჩვენ. ჩვენი დაბადების თარიღი ეს არის ჩვენ ვეძახით, ასე ვთქვათ, პიროვნების კოდი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული პროგრამა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედო მე, რა სურვილები მაქვს, რა მინდა, რა მიხარია, რა მიზნები მაქვს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი დაბადების დღის ციფრების ჯამით, ანუ ცნობიერით. და სრული დაბადების თარიღის ჯამი ეს არის მისი, ანუ როგორ მოქმედებ, რომელიც აქტიურდება 33 წლის შემდეგ და ეს უკვე გამოხატავს როგორ იქცევა ადამიანი. ანუ მთელი ადამიანის ხასიათის თავისებურება არის ამ კოდში ჩადებული და ამ კოდშია ჩადებული კიდევ რა თანდაყოლილი უნარები აქვს ადამიანს, რო დაიბადება, გარკვეული კომპეტენციები აქვს თანდაყოლილი. სულ არსებობს 9 წლიანი ციკლები, 9 დღიანი და 9 თვიანი. პირადი პირველი წელი ეს არის ახალი საქმის დასაწყებად, ახალი ბრენდის ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი წელი. პირადი მეორე წელი ეს არის უფრო ურთიერთობების წელი, ახალი ურთიერთობების დაწყების და ძველი ურთიერთობების დასრულების. პირად მეორე წელს რეკომენდაციას არ ვაძლევთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. პირადი მესამე წელი ეს არის წარმატების წელი, როდესაც ადამიანი ყველა თავის ცხოვრების ასპექტს, ასე ვთქვათ, აცნობიერებს და ხდება გადაფასება. პირადი მეოთხე წელი ჩვენ ვეძახით ცოდნის შეძენის და მისტიკის წელი, იმიტომ რომ ტრანსფორმაციული უცნაური რაღაცები ხდება ჩვენ ცხოვრებაში, იმას, რასაც თითქოს არ ველოდით და გვიკეთებს ტრანსფორმაციას უკეთებს ჩვენ ცნობიერს. პირადი მეხუთე წელი ეს არის კომუნიკაციის და გამრავლების წელი. პირადი მეექვსე წელი ასევე წარმატების წელია, მხოლოდ ამ წელს ყურადღება უნდა მიაქციოთ ქრონიკულ დაავადებებს თუ კი ის არსებობს. პირადი მეშვიდე წელი ეს არის ასევე კრიზისის და ტრანსფორმაციის წელი, ზოგადად 7-იანი ჩვენს ცხოვრებაში მოდის ორი სახით, ან მასწავლებელია, ან არის კრიზის მენეჯერი და ან კრიზის გვიგზავნის ხოლმე და შესაბამისად თუ რაღაც გარკვეულ საკითხებს განსხვავებულად ვერ მოვახერხეთ და ჩვენი რაღაც ამ გამოგზავნილი გაკვეთილებით ვერ მივხვდით და გადავაფასეთ, ამ შემთხვევაში კრიზის გვიგზავნის ხოლმე და ტრანსფორმაციული წელია საკმაოდ. პირადი მერვე წელი ეს არის შრომის წელიწადი, მიღებული ცოდნა ამ წელს მთელი ცხოვრების მანძილზე ადგება ადამიანს. ამ წელს არ არის რეკომენდირებული მაგალითად უძრავი ქონების შეძენა ბიზნესისთვის და გაფართოება, მაგრამ თქვათ აი საკითხის უფრო მეტად გაღრმავება, უფრო რეკომენდირებულია იმ თემაში, რაც ხართ, უფრო მეტად რომ გააღრმავოთ და ამ თემაზე იმუშაოთ. პირად მერვე წელს არ არის რეკომენდირებული ქორწინება და პირადი მეცხრე წელი ეს არის ციკლის დასასრული, როდესაც ემოციურად ყველაფერი, რაც წინა 8 წლის განმავლობაში ხდება, თითქოს უკან გიბრუნდება. და ამ წელს არ არის არაფერი ახლის დაწყება რეკომენდირებული, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მაინც სრულდება ხოლმე საკმაოდ ემოციური წელია და მე-9 წელს არავის არ ურჩევენ არც ახალ ამბებში ჩართვას, მოკლედ არავის არ ურჩევენ. შესაძლებელია, ოღონდ ეს არის ფინანსების მოზიდვა არის ბოლო ეტაპი. პირველი ეტაპი არის საკუთარი ცნობიერის მაქსიმალურად განვითარება. ჯერ შესწავლა ხდება საკუთარი ცნობიერის. მერე ამ ცნობიერის მაქსიმალურად განვითარება და ზოგადად სიუცაიში საარსიც ის არის, რომ ადამიანის მთელი ცხოვრების აზრი არის ის, რომ მან საკუთარი ცნობიერი განავითაროს. და მერე უკვე, როდესაც შენ იმ თანდაყოლილ კომპეტენციებს გამოიმუშავებ, გამოაღვიძებ და შენი თანდაყოლილი კომპეტენციით დაიწყებ სწორად რეალიზაციას, მერე ეს გინდა არ გინდა ფინანსები უკვე თავისით მოდის ხოლმე და გამოდის, რომ ერთმანეთთან კავშირშია. წარმატების მიღწევის კუთხით სიუცაის ყველაზე სუსტი მიგნებები აქვს, იმიტომ რომ როდესაც შენ აღმოაჩენ რა არის შენი თანდაყოლილი უნარი და ამ პროფესიით და ამ მიმართულებით დაიწყებ საკუთარი თავის განვითარებას და რეალიზაციას, იქ წარმატება გარდაუვალია.
მე ვატარებ პირად კონსულტაციებს და პირადი კონსულტაციისთვის საჭიროა ადამიანების დაბადების სრული თარიღი, ანუ მნიშვნელოვანი ადამიანის ცნობიერი და მისია, რომელიც იკითხება ამ დაბადების თარიღში, ასევე მნიშვნელობა აქვს, რომელი წელი აქვს, პირადი წელი აქვს და რა გავლენას ახდენს მასზე, მისი სახელის ენერგია ჩემთვის მნიშვნელოვანია და ასევე მისი მშობლების. ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ ამ ადამიანს რა აქვს თანდაყოლილი უნარი და რა აქვს შეძენილი უნარი და მოხდეს საკუთარის და სხვებისგან აღებული ჩვევების განსხვავება, რომ გამოიკვეთოს მისი ინდივიდუალურობა და უკვე ამ კუთხით მე შეძლოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა წარმატებისკენ, რეალიზაციისკენ. ჩემი მოვალეობა არის, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, ჩავსვა ამ ბედნიერების ფორმულაში, რასაც სიუცაი აი ესე ხსნის, რომ თუ გინდა იყო ბედნიერი, უნდა გააერთიანოს სამი კომპონენტი, ეს არის ფიზიკური სხეული, რეალიზაცია, ვინ ვარ მე და რისთვის მოვევლინე სამყაროს, რა უნდა ვაკეთო და მესამე ურთიერთობა. აი სამი ეტაპი არის, რომელიც მე უნდა დავეხმარო და დავალაგებინო ამ ადამიანს. თუმცა ჩემთან შეხვედრა არის ერთჯერადი და მთელი სახელმძღვანელო შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ცხოვრების სახელმძღვანელო წაიღოთ ჩემგან ერთი შეხვედრის შემდეგ, დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ამ ჩემგან მიღებულ დავალებებს თქვენ პრაქტიკაში განახორციელებთ. 9 დღე, ანუ ესე ითვლება უბრალოდ, ჩემთვის შეიძლება დღეს იყოს პირადი მე-5 დღე და 9 დღის შემდეგ ისევ თავიდან დაიწყება ათვლა. ასევე არის თვეები, ჩემთვის შეიძლება დღეს პირადი მეორე თვე იყოს, მაგრამ შენთვის პირადი მე-5 თვე იყოს. 9 არის სულ და დასრულდება, მე თავიდან იწყება. ზოგადად ყველა ენერგიას აქვს თავისი მორალი და მორალი ეს არის ფიქრები და აზრები, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, ტვინში არსებობს და არის ხელი შემშლელი და შემზღუდავი. მორალი არის მაგალითად მე რა კუთხით ვირჩევ ადამიანთან ურთიერთობას, მაგალითად ჭკვიანია თუ სულელი, კომფორტულია თუ არ არის კომფორტული. არა მხოლოდ ადამიანს შესაძლებელია სამუშაო გარემოს და ასე შემდეგ. რეალურად ეს ხელს მიშლის მე, იმიტომ რომ სიუცაიში ყველა ადამიანი არის ასე აღიქვამს და ასეც არის ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი არის შესაძლებლობა და ის თუ შენ შეხვალ შენს მორალში და მხოლოდ შენი გადმოსახედიდან აარჩევ ნებისმიერ სიტუაციას, აქ მხოლოდ შენ დარჩები წაგებული. რეალურად მორალში მყოფი ადამიანების 80%, რომლებიც სხვას განსჯიან თავისი გადმოსახედიდან, ეს ადამიანები არ არიან ბედნიერი. 13% არის, რომელიც მეტნაკლებად თავისი ცხოვრებით არის დაკავებული, ასე ვთქვათ, და უკვე რეალიზაციას გადის და ხშირად უბრუნდება მორალისტებს ხოლმე და ასე ვთქვათ, არ არიან ბედნიერების სიაში და დანარჩენი 7% ეს არის, რომელმაც უკვე გადალახა ეს ყველაფერი, გამოვიდნენ თავიანთი მორალიდან, არ აინტერესებთ არავის ცხოვრება, თავისი პირადი ცხოვრებით ცხოვრობენ, არიან რეალიზებულები, არიან წარმატებულები, არიან ბედნიერები და აი იმ ადამიანებმა უკვე ისე ვთქვათ, თავიანთი პროგრამა გაარღვიეს, სადაც რაღაცა გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები არის, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ და უფრო მეტად ვიმოქმედოთ. ურთიერთობებზე გავლენას ახდენს, იმიტომ რომ არსებობს ცოტა სხვადასხვა ტიპის ენერგიები, მაგალითად მატერიალური, ან სულიერი, ან ასე შემდეგ მორალურ-კარმული ურთიერთობების ტიპის ადამიანი და არამატერიალური და შესაბამისად ეს ხელს რაღაცნაირად უწყობს თუ უშლის ხელს ურთიერთობაში.